გენომალაზონიას პროკურატურამ ბრალი უკანონო სამეწარმეო საქმიანობისთვის წაუყენა, სასამართლომ კი მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით მალაზონიამ Energy Invest-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან ერთად უკანონო საქმიანობით კომპანიას 165 მილიონი ლარის შემოსავალი მოუტანა. მან სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან ერთად არ შეასრულა საქართველოს ენერგეტიკის მარketing კომისიის 2006 წლის 24 მარტის ნომერ 7 დროებითი გადაწყვეტილების მეორე პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ ჩამოაყალიბა ცალკე დამოუკიდებელი პირი და ელექტროენერგიის წარმოებასთან დაკავშირებული ბუღალტერული აღრაცვა არ აწარმოა განცალკევებულად. პროცესზე დღეს თავად ბრალდებული არ მისულა, ადვოკატმა კი მოსამართლეს მისი გათავისუფლების სანაცვლოდ 20,000 ლარის ოდენობით გირაო შესთავაზა. მე შევთავაზე სასამართლოს გირაოს გამოყენება ოჯახთან შეთანხმებით 20,000 ლარის ოდენობით, რაც არ იქნა დაგმაყოფილებული სასამართლოს მიერ. თუ გაასაჩივრა ეს ბრალდებულის სავალდებულო თანხმობა უნდა ამას, ამიტომ ბრალდებულთან შეთანხმებით გადაწყდება ეს საკითხი. Energy Invest-ის გენერალური დირექტორი მთავარმა პროკურატურამ 19 მაისს დააკავა. გამოძიების პირველადი ინფორმაციით ის ეჭვმიტანილად 4 მუხლის დარღვევისთვის ცნეს, თუმცა მტკიცებულებების არარსებობის გამო ბრალი ბოლოს მხოლოდ 1 მუხლით წაუყენეს. Energy Invest-ამდე გენომალაზონია სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობებზე მუშაობდა ბიზნეს და სამეწარმეო საქმიანობის გარდა, ხშირად ფიგურირებდა შოუ-ბიზნესშიც. 2007 წელს ის მის საქართველოს ჟიურის წევრი იყო. მაშინ გამარჯვებული ბათუმელი ნინო ლიკუჩოვა გახდა. გარდა ამისა, მალაზონია ღამის კლუბ ბამბა რუმსის მეწილეც იყო. ქართული მედია აქტიურად საუბრობს მალაზონიასა და კოდუების მეგობრობაზე. ითქვა ისიც, რომ მისი დაკავება არის გაგრძელება იმ პოლიტიკის, რომლის შედეგადაც ირაკლი კოდუა თანამდებობიდან მოხსნეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მალაზონიას 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მისი ადვოკატი ამბობს, რომ საქმეს, რომლის გამოც ის დააკავეს, პროკურატურა დიდი ხანია იძიებს და მალაზონია პირველად რამდენიმე თვის წინ დაკითხეს.